ლაიფციგის წიგნის გამოფენა და ქართველი მწერლების წარმატება 14-დან 17 მარტამდე გერმანიაში წიგნის ბაზრობა მიმდინარეობდა, სადაც 7 თანამედროვე ქართველი მწერალი და 10 გამომცემელი იღებდა მონაწილეობას. კულტურის სამინისტროში დღეს გამოფენის შედეგები შეაჯამეს. საქართველოს სტენდმა ლაიფციგში დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც გამომცემლებსა და მკითხველებს შორის, ასევე გერმანულ პრესაში. ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს უკვე მეორედ წარდგა. ევროპაში სიდიდით მეორე გამოფენაზე საქართველოს თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებები წარდგა. გამოფენაზე წელს მსოფლიოს 50 ქვეყნის 2000-ზე მეტი გამომცემელი და 3000-ზე მეტი მწერალი მონაწილეობდა. მათ შორის ქართველი მწერლებიც იყვნენ, რომელთა შემოქმედებამაც გერმანიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო მანდ მონაწილეობა. ეს გზა ადრე გაიკვალა, მაგრამ წელს ჩვენ უფრო მეტი დიდი სტენდით წავსდექით და გარდა ამისა უკვე იყო საინტერესო მოლაპარაკებები მესვეურებთან ამ ბაზრობის, რომ უახლოეს 2 ან 3 წელიწადში ჩვენ ერთ-ერთი მასპინძელი გავხდებით ამ ბაზრობის. ლაიფციგში საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ მოდიშარია. მინისტრი შეხვდა წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს. აგრეთვე ლიტერატურული კოლოკვიუმის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრანკფურტის 2015 წლის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოსთვის სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვება ქვეყნისთვის არის ქვაკუთხედი მისი კულტურის და ზოგადად ქვეყნის ისტორიისთვის. იმიტომ რომ ეს არის პროგრამა, რომელსაც გერმანია სთავაზობს ქვეყანას და 1 წლის განმავლობაში უთმობს პოდიუმს მთელი გერმანიის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში. საქართველოს ეროვნული სტენდის პარალელურად ლაიფციგში ქართულ მწერალთა ნაწარმოებების საჯარო კითხვა გაიმართა. საზა ბურჭულაძის, გასაბერი ანგელოზი, ანა კორძაია სამადაშვილის, შუშანიკის შვილები და ბონდო მაცაბერიძის, ბექნა ბიჭის ზღაპრები ის ნაწარმოებებია, რომლებიც გერმანულ მკითხველს საჯაროდ წაუკითხეს. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერთან ერთად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შანსები აქვს საქართველოს გახდეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი. მე პირადად ყოველთვის მოხარული ვარ საქართველოს მონაწილეობით ფრანკფურტის გამოფენაზე. ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გერმანულ ენაზე ნათარგმნი კიდევ ერთი წიგნის ქართველი ქალი მწერლების ანთოლოგიის იაგუარების ტექნოს პრეზენტაციაც გაიმართა. დათო ტურაშვილის რომანი ჯინსების თაობა ალბათ ახლო მომავალში უკვე გერმანიაში გამოიცემა. ძალიან საინტერესოა საბავშვო მწერლის ბონდო მაცაბერიძის წიგნის ბექნა ბიჭის ზღაპრების და თეკლა გოგოს ზღაპრების ესეთი წარმატება. გერმანელი მსმენელი თუ მკითხველი უბრალოდ არ დაგიკრავს სტაჟს, ეს უნდა ვიცოდეთ, თბილად მიიღეს საღამო და რა ვიცი, აი დავშორდეთ იმ ოლოდინით, რომ როდის შეიძლება გამოვიდეს ჩემი წიგნი გერმანიაში და იხილოს სხვა გერმანელმა ბავშვებმა. ლაიფციგის შემდეგ საქართველოს მონაწილეობას სხვა ქვეყნების წიგნის ბაზრობებშიც მიიღებს. აპრილში ქართულ მწერლებს ლონდონში გაეცნობიან.